დიამშვიდობი სამეგობრებო, ეხლა გავიღვიძე. ეხლა არის 9 საათი. მე არ მინდოდა უბრალოდ კირამ გამაღვიძე. ლაპარაკი რომ იცოდეს აუცილებლად გეტყოდათ რაღაცას და დაიწყებს თუ არა ლაპარაკს, მაშინვე თქვენ სამსახურში იგულებ. როგორც ყოველთვის, ჩემი რუტინა იწყება ვიშის სერუმით და ვიწყოთ დღესაც ვიშის სერუმით. ისე ვფიქრობ ხოლმე, რაზე შეიძლება საუბარი, როცა ვიკეთებ თან სკინკეარს და თან ისე ვიყურებთ რა. მანამდე წავისვამ ბაბეს მზისგან დამცავს. ჩემ ნოუთებში პირველი თემა არის ის, როგორ მზულს ხელოვნური ესთეტიკა. მაგალითად გულისხმობ იმას, რომ დილით აუცილებლად ავოკადოანი და კვერცხიანი ტოსტი უნდა ჭამონ, წიგნი წაიკითხონ, გაისეირნონ, თავის თავს დრო დაუთმონ. ხალხო აღარ გვჯერა ეგეთი რაღაცების გვაჩვენეთ ის, როგორც მართლა ცხოვრობთ. ხალხი YouTube-ზე შემოდივართ, იმიტომ რომ გავერთოთ და არა დავიქრუზღმე რა ბედნიერია ის ვიღაც და მე რატო არ უბედური. არა, გთხოვთ, ნუ გვიმატებთ იმით, რომ თქვენ იდეალურები ხართ და ჩვენ მაგ ცხოვრებას ვერ მივაღწიეთ. და ვინც ახლა ვიდეოს უყურებთ, მინდა გითხრათ, რა ეს არ არის, ძალიან მარტივია, ხელოვნური ესთეტიკის წარმოდგენა ვიდეოებისთვის, ზუსტად 15 წუთით ადგები და რაღაცას მართლა გააკეთებ, მაგრამ მე მიტრიალდები და ისევ შემწურ კარტოფილს შეჭამ. ამიტომ და ბოლოს წავისვამ ვიშის დამატენიანებელს. რო ვაკვირდები ამ ხელოვნური ესთეტიკის ავტორები არიან ყოველთვის მილენიალები. ან ჯენზის ეს პრობლემა აღარ აქვს. ეხლა წავედი საჭმელს შევჭამთ, მეც და კირაც და მე მგონი ტბაზე მივდივართ. გამარჯობა მეგობრებო, ჩვენ ვართ ტბაზე წამოსულები. ძალიან ცუდი ამინდია. სვიმს, მაგრამ ეს ფაქტი ჩვენ არ გვაშინებს, იმიტომ რომ ჩვენთვის მთავარია თევზი დავიჭიროთ. ჩემთვის ეგ არ არის მთავარი, ჩემთვის მთავარია რომ ლამაზი ფოტოები გადავიღო, მაგრამ ამ წმეშა ფოტოები უნდა გადავიღო მეც და არ ვიცი. თევზის დაჭერა გიორგისთვის არის პრიორიტეტი და მამაჩემიც ამ პროცესით მაგრად ერთობა. და პლუს რადგან აქ კარგი ჰაერია, კირაც გამოვასეირნეთ, იმისთვის რომ სუფთ ჰაერი ისუნთქოს და ხო, ნუ რაღაც ბენეფიტები 4-ს გვაქვს. აი ეს პერანგი, რომელიც მაცვია, ბრენდისგან არის გამოგზავნილი და ამისთვის კონტენტი მაქვს, მაგრამ ვერ ვიღებ, იმიტომ რომ წვიმს თან კირა არის ვენებს და მამაჩემი და გიორგიც აი იქით დგანა და წარწერტი არ მიჭერს ბავშვს. ისე უცებ გადაწყვეტეთ წარმოსვლა, რომ საერთოდ ვერ მივხვდი ამ პერანგს, რომელი სათვალები მოუხდებოდა. კირა აჭრაჭულებს. ამიტომ ჩავაგდე 3 სათვალე, რომელიც ვიფიქრე, რომ შეიძლება მოიხდეს და 3 სათვალით ვარ წარმოდგენილი, არ ვიცი, 3-ით გადავიღებ ფოტოებს, ოდესმე თუ ვინმე დაიჭერს კირას. და მე გადმოდით ჩემს ინსტაგრამზე და ნახეთ, რომელი ავარჩიე საბოლოო ჯამში. კირა. Hello. Hello.
ახლა მოვედით სახში, კურიერმა ამანთიც მოგვიტანან ტემუსგან, ბარემ გავხსნათ და თქვენს დაგათვალიერებინებთ. ახლა რა არის? კი არ მახსოვს ხომ რა ებში წერ მე რა იმდენი მიკროვდება. უი, ეს არის მანქანისთვის, რომ აქ ძალიან ზვირი იღეს და ტემუსზე ღირდა 5 ლარი. ეს კი ვიცი რას არის. შემდეგი გვაქვს სადღესასწაულო ფარდა, ანუ ფარჩისთვის რა. ჩემი დაბადების დღე მოდის ძალიან მალე 22-ში მაქვს ოქროს დაბადების დღე და თემატურად ოქროსფერი ფარდა გამოწერე იმისთვის, რომ ულამაზესი ფოტოები გადავიღო. ნახეთ, როგორ მიხდება ოქროსფერი სახელზე. არა? მამუკებს. ფერების ანალიზი რო არის ხოლმე? გონი მამუკებს არა ოქროსფერი. შემდეგი გვაქვს აი ეს მაისური, რომელიც გამოვწერე გიორგის. მეგონი ძალიან თემატურია ჩემი ქმრისთვის. და მეორე მაისური, რომელიც გამოვწერე ჩემთვის. უბრალოდ ახლა დაკუჭულია და რო ჩავიცვა აზრი არ აქვს, ცოტა მერე გავაუთოვებ. შე ძალიან კარგად მესმის ხოლმე, რომ ეს მიკროტრენდები ძალიან აზიანებს გარემოს და ერთ წელში აღარ იქნება მოდაში და რაღაც. მაგრამ მინდა. ეხლა ყველაზე საინტერესო ამანთის დროა. Road's case. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ Road's ორიგინალივე lip tint-ი აქ უნდა ჩაიდოს, ამიტომ fake-ი გამოვწერე, სანამ Road's ოფიციალური საიტიდან გამოვწერ. და ეხლა გაჩვენებთ ამასაც, ვიც მეგობრებო, შანსი არ არის ეხლა ეს ტემუს lip tint-ი რომ მე ტუჩზე წავისვა, ანუ არ არსებობს. კაცმა ეზიც შიგნით რა ასხია. მაგრამ ვიზუალისტვის ნუ წავა რა, თან დიდად არ ეტყობა რომ fake-ია. სანამ ორიგინალი ჩამოვა, ეს უნდა იყოს სავსე. გვაქვს აი ეს. და რატო ვიყიდე ახლა ეს? ეს არის არ ვიცი, ლუფას თუ რაღაცას ეძახიან, ზუსტად არ ვიცი რა. ეს არის მკვდარი უჯრედების მოსაშორებელი საშუალება, რომლის რეკლამების ყოველთვის მეგონა რომ ყალბი, მაგრამ ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ ძალიან მაგრად მუშაობს და მე მგონი 2 ლარი ღირდა თუ რაღაც არ ვიცი ზუსტად, გამოვიწერე დღეს დავტესტავ და Instagram-ზე გეტყვით მართლა მუშაობს თუ არა. ეს რა არის? ეს ეს იდეაში არის ჭრენის საერცხის ჩასაყრელი დავიცად თავსო თუ რაც ქვია რა მოკლედ. მაგრამ მე მჭირდება კირა სათამაშოებისთვის, იმიტომ რომ უამრავი აქვს და ყველგან ყრია. შვენიერი პარტია ჩაეტევა იდეალურად. რენდომ რაღაცები მაგამოწერი, რომ თან მეცინება ხალხო. ეს არის მაგიდის სტილები. ძალიან რბილია. არ ვიცი როგორი იქნება, მაგრამ ნუ იაფიხდა რა. 2 ლარისთვის შვენიერია. ახლა ძალიან კაი, ანუ უკეთრა. ეს ვინმეს თუ გონიათ, რომ მოხუცებისთვის არის. ნელ ვინტაჟური, რომელიც განკუთვნილია კონკრეტული აუთფიტებისთვის. რა თქმა უნდა, ტვინში დავალაგე უკვე რომელ აუთფიტზე მიდის. ეს რა არის, არ მახსოვს. დამჭუყარი და ეს არის ნამდვილად ჭრენის საერცხის ჩასაყრელი. საშუალება. საყვარლობა, მაგრამ რანაირად გაიხსნა, ანუ ცივი არ არია, ჩვეულებრივი. მინიატურულია, ყალხო და რაღაცნაირი პრინცესული. არის. აი ეს ფაქტი თუ დამავიწყდა, რომ რაღაცეებს ელემენტები ჭირდება. That's it. ეს ფაქტი, რომ ბოლო წვეთამდე ვხარჯავ ჩემ ფულს და თუ თქვა ანგარიშზე ჩავრიცხე 40 ლარი, ტემუს ანგარიშზე 40 ლარი უნდა წავიდეს. ვითომ ყოველ კვირა არ ვიწერა? და აი ბოლო 80 თეთრით ვიყიდი აი ეს 2 კლიპი. თქონდა კი რა არასდროს არ რჩება ხოლმე ჩემი ონლაინ შოპინგის დროს ნივთის გარეშე. კიდევ ერთი სათამაშო. რომლითაც დარწმუნებული ვარ ისე ვარ ითამაშებს და ითამაშებს პულტით და ჩემი მაკიაჟით. მაგრამ დავარია უყიდეთ. გონი ტყუილ არ ვიყიდე. ნახვამდის გამოიწერეთ ჩემი არხი აუცილებლად, რომ არ გამოგჩერთ ახალი ვიდეოები.